საგარანტიო მომსახურება ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა. საკონტროლო შესყიდვამ შეისწავლა თუ რა პრობლემებს აწყდება მომხმარებელი სხვადასხვა დანადგარის შეძენისას და ასრულებენ თუ არა კომპანიები მათ მიერ აღებულ საგარანტიო ვალდებულებებს. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს ხილმა და ბოსტნეულმა და რა წესები უნდა დავიცვათ მათი დამუშავების დროს. ანიმ ფოტოაპარატი მაღაზია ალტაში შეიძინა. ბუნებრივია მას მოყვა საგარანტიო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანია ალტა იღებდა ვალდებულებას, რომ 1 წლის განმავლობაში აპარატის წყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მას შეაკეთებდა. ტექნიკური პრობლემები ანიმ მალევე შენიშნა. სურათის გადაღების დროს ფოტოებზე უცხო წერტილები ჩნდებოდა. ანის აპარატი სამუშაოდ ჭირდებოდა და ასეთ უხარისხო სურათებს დამკვეთს ვერ გაუგზავნიდა. ამიტომ მან მიმართა მაღაზია ალტას, რათა მათ საგარანტიო ვალდებულება შეესრულებინათ. ანას იმედი ჰქონდა, რომ აპარატს ან გამოუცვლიდნენ, ან მალევე შეუკეთებდნენ. თუმცა ასე არ მოხდა. ალტას მაღაზიაში შევიძინე ციფრული ფოტოაპარატი, Canon-ი და 4 დღეში შევამჩნიე, რომ მქონდა პიქსელი. ესე არ აღიქმებოდა სურათის დამუშავების დროს, უკვე ემჩნეოდა. მივიტანე სადაც შევიძინე იმ მაღაზიაში და იქ მითხრეს, რომ სერვის ცენტრში უნდა წაიღოთ. ოღონდ შეძენის დროს არ გაუშლიათ სურათი, არ უჩვენებიათ არაფერი, პატარა მონიტორზე კიდე არ აღიქმებოდა ეს ყველაფერი. შემდეგ მითხრეს, რომ შეუძლიათ მხოლოდ შეკეთება, გამოცვლა არა. შევიძინე განვადებით და რეალურად ისე გამოვიდა, რომ ახალი გადავიხადი ახლის ფასი და შევიძინე შეკეთებული პროდუქცია. სერვის ცენტრში, როდესაც მივიტანეთ, წაიღეს ექსპერტიზაზე და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აპარატი იყო ლაზერით გაფუჭებული, ლაზერს ჰქონდა ამომწვარი მატრიცა. და ჩემი ინტერესებში არ შედიოდა ჩემი ახლად შეძენილი აპარატის გაფუჭება, დაზიანება და არ ვიცი, მე მგონი ამას ყურადღება არავინ არ მიაქცია. გამოდის, რომ კომპანიის მიერ მითითებული თანხის გადახდის შემდეგ თქვენ უხარისხო აპარატურის შეძენისგან დაზღვეულები მაინც არ ხართ. თანხას კომპანია ალტა უკან ბუნებრივია არ დააბრუნებს, ხოლო აპარატის შეკეთებას რამდენიმე კვირა დაჭირდა. ანუ ამ ხნის განმავლობაში ანიმ მის მიერ შეძენილი აპარატურით ვერ ისარგებლა, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, კონკრეტული საქმისთვის ჭირდებოდა. მაგრამ იდეაში იაპონურს და ამერიკული მაშინა გამოიწერა რა. საქართველოს არ ნეტო ან იმენა ეს ამბავი ერთეულის შემთხვევა ნამდვილად არ არის. გიორგიმ Samsung-ის მარკის მობილური ტელეფონი მაღაზია Zoomer-ში შეიძინა. ამ შემთხვევაშიც პრობლემა ძალზე მალე გამოჩნდა. გადაღებული ფოტოსურათების მოახლოების დროს smartphones აშკარად პრობლემა ჰქონდა. ბუნებრივია გიორგიმ მიმართა მაღაზია Zoomer-ს, სადაც შემოწმების შემდეგ მას უთხრეს, რომ ტელეფონს 1 პიქსელი ჰქონდა დამწვარი. კითხვაზე თუ რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში, გიორგიმ მიიღო პასუხი, რომ საგარანტიო მომსახურება ტელეფონს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუტარდებოდა, თუ მას 3 პიქსელი ექნებოდა დამწვარი. ამ შემთხვევაში კი გარანტია არ მოქმედებს. რო ვიყიდე, ანუ შევიძინეს განვადებით ვიყიდე, საგარანტიო როგორც ყოველთვის არ გამაცნეს, ესე მითხრეს, რომ 3 წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს გამოცდის საშუალება, ანუ დეტალები არ გამაცნეს. საღამოთი რომ ნახეს დავარესტა და ტელეფონი აქ შავ ფონზე, კარგად გამოჩნდეს 1 პიქსელი ქონა მკვდარი, ანუ წითელი ზოლი ქონდა, პატარა, რომელსაც ანუ იქვე ვერ შეამჩნევდი, ანუ დღის სინათლეზე ეს უბრალოდ ღამე დაესწრებს, რომ შავ ფონზე გამოიტანა. არ მიფიქრე შემოწმება, იმიტომ რომ ამ ხელა ოფიციალური მაღაზია, არ მგონია რაღაც ისეთი ყოფილიყო. მეორე დღეს რომ მივიტანე და უთხარი რომ მე ტელეფონს 1 პიქსელი მკვდარი აქვს და გუშინ ვიყიდე და ესე არ შეიძლება იქნება გამომიცვალოთ. ესეთი პასუხი გამწეს, რომ ჩვენ საგარანტიოში კარგად გადაგეხედათ, მთავარია 3 პიქსელზე ნაკლებს არ ვცვლით. პირველ დღეს რომ მოვკვდე და ნახო 3 პიქსელი აქვს მკვდარი ტელეფონს, იმას არ გამოგიცვლიან. ესა ჩვეულებრივი ტყუილი ხა, ხო, მოტყუება, იმიტომ რომ შენ თუ გინდა შენი კლიენტი მოხმარებელი იყოს შენთვის შენს მიმართ კარგად განწყობილი, მის პრობლემაზეც უნდა იზრუნო. ესეთი სიტუაცია იყო გასაღების ვარიანტი, რომ შენ ჩამოგაქვს ცუდი პროდუქტი და მეორე დღეს არანაირად არ ზრუნა მოხმარებელზე. ლიჟბი გაასაღო ეს პროდუქტი და ესე თქვა შეტენო. ტელეფონი გაჩეხილი იყოს რაღაცა აზრი არ აქვს. თავარია საგარანტიოში მოგატყუეს. და კანონით მართლები არის. ეს ძალიან ცუდია, მაშინ საგარანტიო გააცნონ, იქვე შეგიმოწოს, მე იმან მარტო შემოწმა, კარტა ჩავდა და დარეკა. როგორც მეტი არაფერი არ იციან ამათო დარეკეს. ის ვის ხმა, თან იქიდან მეუბნეოდა, რომ თუ არის მონდა ისე გამეგო ეს ხმა. ჩვეულებრივად გააკეთეს. ეს არის ჩვეულებრივი აფერისტები
და მათყუარები, რომლებიც ატყუებენ ხალხს. და არა მარტო მე მაქვს ეს პრობლემა, ძალიან ბევრს აქვს. ანუ როგორც მე ვიკითხე Samsung-ის ჰოლოგრამით ყოფილი ყურძი არის არაბული წარწერებით, ანუ განსებული თვითონ მენიუშიც აი აქ წერია ესეთი აპლიკაცია ისლამოლა, რომელსაც ვერ წაშლი. გამოდის რომ გიორგისგან განსხვავებით ანამ კიდე კარგი მომსახურება მიიღო. მართალია მას ერთ თვეზე მეტი ლოდინი მოუხდა, მაგრამ საბოლოოდ აპარატი შეაკეთეს. გიორგი კი გაფუჭებული ტელეფონით უკან გამოუშვეს. ის ამ ტელეფონით დღესაც სარგებლობს და ალბათ ელოდება თუ როდის გადაეწვება მას კიდევ 2 პიქსელი, რომ საგარანტიო რემონტი ჩაუტარდეს. თუმცა ეს ლოდინით შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს, ვინაიდან 1 წლის შემდეგ აპარატს უბრალოდ საგარანტიო ვადა ამოეწურება. ჩვენ მივმართეთ კომპანია ალტას და ზუმერს, რათა მათგანაც განმარტებები მიგვეღო. კომპანია ალტაში ამ საკითხზე კომენტარი არ მოგწეს და საგარანტიო სერვის ცენტრის ტელეფონი ჩაგვაწერინეს, რომელთანაც დაკავშირება ჩვენ ვერ შევძელით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზარზე არავინ გვიპასუხა. ჩვენ ხართ რიგში პირველი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ. ჩვენ ხართ რიგში პირველი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ. ჩვენ ხართ რიგში პირველი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ. კომპანია ზუმერში კი ფაქტობრივად იგივე გაიმეორეს, რაც ჩვენს ერთ-ერთ დაზარალებულს უთხრეს. ასეთი ხარვეზის შემთხვევაში მობილურ ტელეფონზე საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ. კიდე რა შეიძლება იყოს? უმეტეს შემთხვევაში როგორც არის, ეს არის რომ ვრცელდება 3 წლიანი გარანტია ჩვენს ტექნიკაზე. 3 წლის განმავლობაში კიდევ რო დეტალურად რო ჩავიდეთ, ეს 1 წელი არის სრული 100%-იანი მომსახურება. შემდეგ უკვე ხდება ჩვენი მხრიდან უფასო მომსახურება, თუ კონკრეტულად პროდუქცია დაზიანდა და ვთქვათ მომხმარებელს თანა გადახდის რეჟიმში თვითონ ნაწილი ასე ვთქვათ ღირებულების ანაზღაურებას ახდენს, თორე ჩვენ უფასო მომსახურებით და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადად 1 წელი სრული მომსახურება არის ჩვენგან. ამასთანავე თუ თვითონ პროდუქციას ექნება ქარხნული ხარვეზი, რომელსაც ჩვენი სერვის ცენტრი დაადგენს, მაგ შემთხვევაში პროდუქცია იცვლება ახლად. გააჩნია რამდენი პიქსელია დამწვარი. თვითონ ქარხნულადაც ჩვენ მომწოდებლებით თვითონ გვაძლევენ, რომ რაღაც რაოდენობა პიქსელების არის ზუსტად არ მახსოვს, ახლა შეცდომაშუაში გვქონდა თუნდაც ერთად ჩავხედოთ შემდეგ, რაღაც რაოდენობა პიქსელზე ეს არის ქარხნული და დაშვება, რომ ეს ასე ვთქვათ ხარვეზად არ ითვლება და თვითონ საგარანტიო პირობებშიც ეს არის მითითებული და თვითონ მომხმარებელიც ყველა ხელს აწერს ამ საგარანტიო ფურცელს და იბარებს, როდესაც იბარებს ამ პროდუქციას. ანუ როგორც წესი, საქმის კურსში უნდა იყოს მომხმარებელი თვითონ ამ შემთხვევაში. ამ ფაქტს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. თუმცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ეს კომპანიები სრულად არიან და სასამართლოში ჭივილის შემთხვევაში კლიენტი ვერ გამოკიცებს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი ამ აშკარად. ამიტომ კომპანიები ყველა შემთხვევაში წესებს საკუთარი შეხედულების მიხედვით ადგენენ. იურისტები აცხადებენ, რომ ეს მდგომარეობა სრულიად მიუღებელია და მისი გამოსწორება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. შეტანილია კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც გაითვალისწინებს მომხმარებელის უფლებების დაცვას. და რაც შეეხება კომპანიებს თავიანთ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აქვთ ისეთი დებულებები, რომლებიც არ ახორციელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, არ ემსახურება, უფრო თავის სასარგებლოდ იღებენ ამ ხელშეკრულებებს, რომელიც არის დარეგულირებული, შესაბამისად არავინ არ ზრუნავს მომხმარებლის უფლებებზე. ამ ეტაპში, როდესაც საგარანტიო მომსახურების ჩატარება ამა თუ იმ კომპანიის კეთილნებაზეა დამოკიდებული, აპარატურის ან ტექნიკის შეძენისას ალბათ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. და თუ გინდათ რომ დაზღვეულები იყოთ, ნუ ენდობით მაღაზიის მიერ ჩატარებულ შემოწმებას და ეს ნივთი შეძენამდე ადგილზევე სპეციალისტ შეამოწმებინეთ. ბუნებრივია, უხარისხო ნივთის შეძენისგან თქვენ დაზღვეულები ამ შემთხვევაშიც არ იქნებით, თუმცა ამის რისკი რამდენჯერმე შემცირდება.